Volk, მადლობა რომ შემოგვიერთდი. როგორ ხარ? წეგან თქვენ ახსენეთ და მინდა შეგეკითხოთ. ილია თოფურიას მსუბუქ წონაში ასვლა. შენ ორივესთან გიბრძოლია, თუ ის ისლამ მახაჩევს შეხვდება. რას ფიქრობ, ბრძოლა როგორ წავა? ო, ეს იმაზეა დამოკიდებული. შეძლებს თუ არა ილია მის დაჭერას. მისი სტილიც ესაა ასე რომ ნამდვილად შეუძლია. ილია განსაკუთრებით თავისი მიდგომით სრულებით ეყრდნობა თავის კრივსა და ბოქსს. იცის ადრე თუ გვიან იპოვის ყბას. სანამ ეს მოხდება, მანამდე ის მტკიცედ დგას. ბოლომდე საკუთარ გეგმის ერთგულია, მაშინაც კი თუ საქმე მის ასარგებლოდ არ მიდის, მაინც შეეცდება მოძებნოს. ფიქრობ, ისლამი მისთვის რთული მეტოქე იქნება, რადგან ისლამს შეუძლია ფრთხილი და დაცვითი ბრძოლა. ფიქრობ, ეცოდინება, რომ ილიასთან სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს, რადგან იცის, რომ ილიას ერთი დარტყმა სჭირდება. მაგრამ ფიქრობ, რომ მოგვიანებით რაუნდებში ილიას ძალიან გაუჭირდება. თუ ილია ვინმეს შეეხება, თუ ისეთ ადგილას მიიმწყდეს, სადაც მის მოწინააღმდეგეს არ აწყობს და სუფთად ძლიერად დაარტყამს, ყველაფერი დასრულდება. მას ყველას გათიშვა შეუძლია, მსუბუქ წონაშიც კი. ასე რომ, ფიქრობ, ეს იქნება მისი ერთადერთი შანსი. რასაც ხედავ, იმას ვამბობ, გესმის? ხსმენია, რომ ის კარგად ჭიდაობს და ზოგადად, როცა რაღაცას ისმენ, ჯობია საკუთარი თვალით იხილო მაღალ დონეზე. ანუ, თუ ისლამს აჯობებს ჭიდაობაში ან და მის შეტევას მოიგერიებს, მაშინ ამ შემთხვევაში მე ვიტყვი, ოუ, კარგია, ამას მე პირველად ვხედავ. ახლა უკვე შეიძლება ჩემი დამოკიდებულება პირველივე რაუნდშივე შეიცვალოს. ასე რომ, იმას დავჯერდები, რაც ვიცი და მე ვიცი, რომ ის ძლიერად ირტყმევინება. საკუთარ თავზე ვიგრძენი, უпростоრად არ მიგრძნია, რადგან არ მახსოვს. ასე რომ, ისევ და ისევ, თუ შეეხება აუცილებლად დაიჭერს. ის ისეთივე საშიშია, როგორც ნებისმიერი სხვა მსუბუქ წონაში. გეთახმები, ფიქრობ, საინტერესო ბრძოლა უნდა გამოვიდეს. ისლამი იდეალურად იყენებს თავის ცდომს და ბოდიქიქებს. თუ ისლამი ცაციათი ორთოდოქსს დაუდგება, აუცილებლად დაუმიზნებს ტანს. ისლამი ცაციაში დგას, ხო? და ილია თოფურია ორთოდოქსია. ისლამი ისვრის ბოდიქიქებს. საკითხავია, დაიჭერს თუ არა ილია ამ დარტყმს, გადავა თეიქდაუნზე და დაიწყებს ჭიდაობას. მე ეჭვება. ფიქრობ, უნდა დაგეთანხმო. ის თავის გეგმის ერთგული დარჩება. მოძებნის ხელსაყრელ პოზიციას, სადაც თავის 3-4-სერიან დარტყმებს გაუშვებს, რათა გაგთიშოს. მაგრამ აქვე გიწევს ისლამის ძიუდოს გათვალისწინება, დისტანციის შემოკლება, კლინჩი, გდებები, ბოჭების ძებნა. ეს მგონია X-ფაქტორი იქნება, ვინც შეძლებს მიზნის მიღწევას უსაფრთხო წერტილის ნახვას და მოწინააღმდეგის დაჯაბნას. შეძლებს ილია თოფურია თეიქდაუნის დაცვას. ფიქრობ, ილია თოფურია დასტინზე უკეთესი მოკრივია. დასტინზე ძლიერი თუა, არ ვიცი. ნახეთ ისლამს რა შეუძლია ისეთ კარგ მოკრივეს წინააღმდეგ, როგორც დასტინ პორია. მართალია დრო დასჭირდა, რომ ძირს გადაიყვანა და მახრჩობელათი მოეგო. საინტერესო ბრძოლა იქნება. მაგრამ როცა ისლამს აკვირდები და ხედავ თუ რას უშვება ამ დივიზიონში საუკეთესო მოკრივეებს, რა შეუძლია ილიას ქნას ისეთი, რაც აქამდე არ გვინახავს. ახლა პრობლემა რაშია? თქვა დივიზიონში შესვლის შემდეგ ილია ნომერ პირველი კონტენდერობისთვის ბრძოლას გამართავს. რაც ჩემი აზრით უნდა ქნას, უნდა ეჭხუბოს ჩარლს ან სხვას. შემდეგ დაუშვათ ისლამის სხვას ეჭხუბოს. არის შანსი, რომ ისლამა დივიზიონი დატოვოს და ისლამსა და ილია თოფურიას შორის დაპირისპირება ვეღარ ვიხილოთ, რადგან ისლამმა უკვე ახსენა, რომ 170-ში ასვლა და ქამრის მოგება სურს. იცი, არის პატარა შესაძლებლობა, რომ ჩვენ მათ შორის დაპირისპირება ვეღარ ვიხილოთ, რადგან ორივეს განსხვავებული მიზნები აქვთ. ორი მნიშვნელოვანი რამ მინდა აღვნიშნო, რადგან კარგი თემები წამოწიე. შენს ნათქვამზე გამახსენდა. ბელალი როცა ჯაკ დელას დაუპირისპირდა, ისლამს ყოველთვის უნდა ზემოთ ასვლა, მაგრამ ბელალთან ურთიერთობა ხელს უშლიდა. ბელალმა რომ ქამარი დაკარგოს, ისლამი ზემოთ წონაში ავა და მსუბუქი წონით კატეგორიას სრულიად დაივიწყებს. ამიტომ მართალი ხარ, ილიას შეიძლება ვაკანტური ქამრისთვის სხვასთან მოუწიოს ბრძოლა. ვერ გაიგებ, ბევრი რამ შეიძლება მოხდეს. ხო, მეორე თემა, რასაც მინდა შევეხო, არის ისლამის ცაცია დგომი. ილიას სტილით, როცა გიწევს ცაციაში მდგომთან ჩხუბი, დარტყმების კუთხების შერჩევა და ზოგადად ყველაფერი გირთულდება და იცვლება. ამიტომ ფიქრობ,
ბევრ პრობლემებს შეუქმნის. რა თქმა უნდა, ამაზე მუშაობის დრო ექნება. უბრალოდ ერთ რამეს ვიტყვი, ჩემი აზრით ილია ორთოდოქს მოწინააღმდეგესთან უფრო ეფექტურია. ჯერჯერობით ეს აზრი მაქვს. ანუ ფიქრობ, რომ ილია ტოფურია ორთოდოქს მებრძოლებთან დგომში უფრო ეფექტურია ვიდრე ცაციებთან. დიახ, ასე ვფიქრობ. გასაგებია და გეთანხმები. ილია ტოფურია ორთოდოქსულ მოწინააღმდეგესთან უფრო კომფორტულად გამოიყურება, რადგან მიჩვეულია ამ დგომში ჩხუბ. ცაციასთან დგომში ყველაფერი იცვლება. შენსა და ისლამის დაპირისპირებაშიც ისლამი ბოდიქიკებს იმიტომ იქნებდა, რომ შენ ტანად მოკლე ხარ, ხომ? ჩემ შემთხვევაში, როცა ტანად ჩემზე მაღალი ბიჭები ცაციაში მიდგებიან და ბოდიქიკებს ისვრიან, საქმე მირთულდება და ვერ უახლოვდები. თუ არასწორად იქნებენ ბოდიქიკებს, ამ შემთხვევაში პრობლემა არ მექმნება და მარტივად უახლოვდები. მაგრამ დარტყმა თუ სწორად არის შესრულებული მუაი-ტაის სტილში და ჩემს მუხს მაგალითად ჩემს წინახვარს ტელეძალით გადავატარებ, საპასუხო დარტყმის შესაძლებლობაც არ მოგეცემა. ამიტომ ვფიქრობ, რომ ისლამი ზუსტად ამის გამოყენება შეეცდება. ილია ტოფურია სავარაუდოდ გამიზნულად მიიღებს ამ დარტყმებს, რათა მარჯვენათი უპასუხოს. ან მიწაზე გადაიყვანოს, ან საერთოდ მიუახლოვდეთ. ასე რომ საინტერესო დაპირისპირება იქნება, მინდა ვნახო როგორ მოერგებიან ეს ორნი ამ ბრძოლის დინამიკას. სასაცილო რა არის, იცი? ილია ზედმეტსახელი ხომ ელ მატადორია. როგორც ვიცი, ისლამის გუნდის მიდგომა კრივთან მატადორად ყოფნაა. თავად ამბობენ, თავიანთ კუთხეშიც ამას ამბობენ თუ არ ვცდები. გონია ხავიერი ეუბნება, იყავი მატადორი, მოითმინე, დაუგე ხაფანქი თვითონ იმუშაონ. მერე კი მათ შეცდომაზე იმოქმედო, სწორ დროს დაარტყა. სასაცილოა. ისლამი ძალიან კარგად თამაშობს ელ მატადორს. ილიას შემთხვევაში სხვანაირად იქნება, ილია იქნება ხარი, ნამდვილად. ჩემი აზრით ილია ყოველთვის ხარი იყო. შენთან, მაქსთან, ბრაის მიჩელთან. სულ წინ მიდიოდა. ამიტომ არ რთული მის წინააღმდეგ ბრძოლა. მართალია ჩხუბშებაში, მაგრამ მაინც ვფიქრობ ხოლმე, როგორ დაამარცხებ ილიასნაირი ან ვოლკისნაირი მებრძოლს, როგორ გამკლავდები მათ. თუ ილიას გაექცევი, საკუთარ თავს პრობლემას შეუქმნი, რადგან თუ გიპოვა, მაშინ ეგაა, მორჩა. ეს იგივეა, რაც როდ ტანკთან ბრძოლა. თუ დარტყმას ვერ უძლებ და სუსტი ყბა გაქვს, მაშინ წარმატებას გისურვებ მასთან კრივში. მას ყბაც და ძალაც აქვს. ილიასაც აქვს ძალა და გამოცდილი ყბა. დარტყმებსაც იღებს, თუმცა ის ამ რისკზე ტყუილად არ მიდის. ყოველ დარტყმს თავისი დარტყმით პასუხობს. ასეთები ყველაზე რთული მოწინააღმდეგეები არიან. ჩემი სტილისთვის განსაკუთრებით, რადგან მათ უბრალოდ ვერ შეაჩერებ, სულ შენსკენ მოდიან. როდ ტანკთან როცა ვიჩხუბე მთელი ძალით ვურტყამდი, მთელი ძალით და მაინც მოდიოდა. იმედი მქონდა, რომ ჩემი ყბა MMA რაუნდებს გაუძლებდა.